შეურჩიე ადგილიც იყვი? კი, შეურჩიე. ძალიან მეწყინა ჩემ და საჩუქეს ეს საყვარელი ბაჭია და მოკვდა. ერთი დღეს იცოცხლა. ანახება, საწყალი. ბიჭო, ერთი დღის კი არ იყო, გაბრიელი. ჩვენთან იცოცხლა ერთი დღე თორე, ეს განა ერთი დღის დაბადებული იქნებოდა. მოკლედ, რამ გამოიწვია, აბა შედა დაასკვენე. ამისთვის ბევრი კომბოსტოები თურმე არ შეიძლებოდა და ჩემთან ბევრი კომბოსტოები აჭამა. არ იცოდა რომ ამისთვის არ შეიძლებოდა. ელემ აჭამა? ხო, ელეს თან არ თვითონაც უჭმევია. მოყვა კომბოსტო. არა, ნახე. ეს რომ მოიყვანეს, კომბოსტოები ეყარა. მეც ეგრე ვიფიქრე, რომ კომბოსტო შეჭამდა და კომბოსტო ამათ ბოსტნეული უყვართ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა Google-ში რომ ნახეთ, ისედაც გასაგებია კომბოსტო რო ბერავს. ალბათ ისედაც ერთი ბეწოვარი განა რამდენი დღის იქნებოდა, ალბათ ჯერ ისევ ძუძუზე იყო რომ მოიყვანეს და 2 თვის იქნება ან 1 და 2 თვის, ბიჭო, 2 თვის, იცი რამხელა რა ეგ მინიატურული ის არის, ჯიშია. ხო და რამდენი ხანი ყავდა? 1 დღე. 1 დღე და მეორე დღეს ხო, მოკვდა. ნახე, შენ შეესწარი როგორ გარდაიცვალა? მე რომ მივედი, უყურებდი ბაჭიეს რა და ქვი დედაჩემს უთხარი. დედი, ნახე რა საყვარლად წევსო რა და უთხარი დედაჩემ მოვიდა და ნახა. კი არ იწვა. თავი ქონდა უკან გადაწეული ძალიან. გადაბჟირებული იყო ან რაღაც, არ ვიცი. ძალიან ტკიოდა რაღაც, არ ვიცი, ან ნერვიულობდა. უცელი ქონდა გაბერილი და დედაჩემ ის დაინახა. დააკვირდა და გამოიყვანა. მე რო შევხედე რაღაც კრუნჩხობივით ქონდა, ხო? ხო. თითქოს რაღაცა იბრიცებოდა, რაღაც მოძრაობებს აკეთებდა. ელენ ბევრი იტი რა? კი, ძალიან ბევრი იტირა ელენ. შენ? მე წამომივიდა ცრემლები კი. მეც დამენადა, ეხა პაწუკა არის, რა იყო. ვერზეთიკო სიყვარული მოასწრო, ვერც სიცოცხლე დადგო, ვერც ახალი პატრონი ვერ გაიაზრა. რო ყავდა, მოკლედ გამოუმშვიდობოთ. საბოლოო სიტყვა შენი ტყვი? საბოლოო სიტყვა რა? იმიტომ კი არ უცენი ვარ რაღაც. რო შენ მინდა რომ გაგამხნევო, რომ ძალიან დამწუხრებული არ იყო თორე. ცოდოა კაც, მე ძალიან მეცოდობა, ხო იცი ყველაფერი მიყვარს მე სიცხარე. კი. მithumetes ესეთი პაწუკა. კაი, არა უშავთ ცოტა გამხნევდეთ და გაითვალისწინეთ მეგობრებო, რა გაითვალისწინონ, რომ ესეთი პატარა არსებები ჯერ მესმის, რომ ისეთია, შეამოვნებთ როცა ჩუქნით ადამიანს, მაგრამ იმდენად პატარაა ახლა ეს ისედაც მინიატურული ჯიშია, რომ ცოდო იყო და ცალკე სტრესი დედის გარეშე ყოფნა ვერ აიტანა, ცალკე არასწორი ყოფა და ეს გამოიწვია მთლიანობაში. კაი, მიდი დავმარხოთ. მე ამოთხარო თუ შენ ამოთხარ? მე ამოვთხარი. მიდი. დაიჭე? დაასვენე მან. არა, უფრო ღრმა დამოთხარებ, სიყო ეგ რა არის? ვიცი ხო? რაღაც ნებისმიერი ან კატა ან რაღაცა ამოჩიჩკინის თან როგორ უყვარ. თუ გინდა მე ამოვთხრი, მაგრამ რახან შენ გამოთხრი სურვილი ხელს არ გეშია. მოკლედ ასე მეგობრებო, კიდე გავიმეორებ, რომ ესეთ პატარა არსებებს ჯერ ერთი რომ ნუ გაყიდით ხალხო, ცოდოები არიან. ძალიან ცოდოები არიან, ეხლა ერთი ბეწო პაწუკა იყო. ჯერ ამის გაყიდვა ხო რა ვიცი მე ხა რასაც დაუყვა მართლა რა, ძალიან საყვარელია. მოსიყვარულობა და ოფერებაც ვერ გაუძახით ვერც მე. ჩემ ძოლი მე მეუბნებოდა რომ ჩემთვის ვაპირებდი მე ჯუმად მომეგდო და უნდა ჯამე ბუჩქნა იმდენ უნდა მოფერებოდიო და ნუყიდით ესეთ პატარებს. არ ვიცი მე არ ვარ ამის ექსპერტი, მაგრამ მეგონი კაი სიგრმეა? თუ კიდე აპირებ? კაია, კაია. ხმა არის. აბა სადამდევართ. მე არ ვარ ამის ექსპერტი. ხო, ჩავა. მაგრამ რა ვიცი, ხო, მე მგონი არ არის სწორი, ხო ესეთი პატარების გაყიდვა. ჯობია ჯერ დედამ გაზარდოს, თავი და ცოტა გაიზარდოს. მოდიდეს და მე რიგაყიდეთ. ო არა. კი. მიდი ხა. ჩასვენე. მიგარა, ცელოპე მაგით არა. ნაჭრით არა, ნაჭერს გაანებე. აბა ხელით ავიღო? ხო, მოკიდე, ნუ გეშინია, არაფერი არ ჭირს. კაი, არ არის გახწნილი და რამე, ნუ გეშინია. ხელებს დავიბან ამის პერმაში. დაიბან, ხო, რა იყო, პაწუკა არის.
აჰა, ჩავს. ტირი ხარ? ჰა? არა. კაი, უნერული, არა უშავს რა, როგორ არა უშავს, ცოდოა. კაი. ოყდა მაგრამ. ნიაყარი. ნიაყარი. მოკლედ მეგობრებო, მართლა საცოდაობაა, ნუ გაყიდით ესეთ პატარებს. ეხა ბავშვები არიან, მშობლები ვართ ჩვენც, რაღაცა გვიხარია, გონია რომ კარგს ვაკეთებთ. ნახე პატარა ღუნღულა რაღაც მოიყვანეს და ამ დროს იჩაგრებიან ესეთი პატარა არსებები. გაბრიელ ცოტა უნდა ამოთხაროთ გვერდიდან და მივაყაროთ, თორე მიწა არ ეყოფა მაგას. ფეხი დააბიჯე როგორ დატკეპნე. არა, აი? დააბიჯე დატკეპნე ცოტა. მოიცა. გვერდზე ამოვთხრი მე კიდე. აი, ეგ წაიგე და დააყარე. ხო და ჩვენ მშობლები ახლა გვინდა ბავშვები გავახაროთ, რაღაცა მეგობარი გავახაროთ, ყიდულობთ და არ ვფიქრობთ იმას, რომ რა მოძდით მე ამათ ამ ხელა სტრესი აქვს, პატარები არიან მაინც. ასე ხლა რამდენი ხნის იქნებოდა თუ მაქსიმუმ ალბათ ერთი თვისა ან რაღაც შეიძლება კვირებისაც და აი ესე ვერ გაუძლო. დააბიჯე ძალიან დამაგრდა ოდნავ მაინც მიწა თუ რბილია, ხო? ეს ბილი. კაი, რა ვქნათ, იცი? ეს ახლა ძაღლმა კატამ რამე რო არ ამოთხაროს ციყვი. ჰა. მოდი რამე ქვა მოვძებნოთ. ისე ისო დავადოთ. აბა რა. აი ეს დავადოთ. აი ეს ქვა დავადოთ. ეგ დაადე და მე ისევიდა. არა, აღარ უნდა. ეს ქვა დავადოთ და ძაღლი კატა რამე ვერ გადააგდებენ ამ ქვას ვერ მოერევიან და აქედან ხომად იყო დასაფლავებული. კი. და ვერ ამოთხრიან და იქნება თავისთვის. თორე ეგენი ოდნავ ამოვა თუ არა. თუნდაც შუშა მივატეხო და ვერ ამოთხრიან. ჰა? შუშა მივატეხო და ვერ ამოთხრიან. შუშა რისთვის კაც? ხელი ეთკინებათ რა მოთხარო. ო, ეხა თუ ისეთები გაუჩალიჩეთ რომ დავასახით. არა. ვერ მივა всё. ეხა მაქვას არ მგონია რა ზომის ზაღლი უნდა მოვიდეს ან კატა რომ ეს ქვა გადააგდონ. ოდნავ სუნი ამოვა თუ არა ეს რომ დაიწყებს უკვე ხრწნას. ეგრევე იციან მე ცხოველებმა გარშემო შემოკრება ძაღლს უყვარს განსაკუთრებით. ძაღლები ესეთი რაღაცნაირი ტიპები არიან, აი კატა დამარხული თუ არის, დამარხულსაც კი ამოიღებენ მიწიდან. მე შევესწარი ერთ-ერთ სამსახურში, კი, ჩემს სამსახურში ერთ-ერთ ადგილას ერთ სამსახურში ჩვენ სამსახურის უფროს კატა მოუკვდა. დამარხა და დიდი ძაღლი ყავდა, ავჩარკის მეტისი დიდი იყო რა, ტანითაც. ამოთხარა და დაათრევდა წინ და უკან მკვდარ კატას. რა მე დავაწეროთ არა? რა გინდა რომ დააწერო? აი ჯვარი გააკეთე ტოტებისგან და დაადე. ისე? რა მე ისე რომ გავაკეთო? აი არ უნდა, არა შეიძლება. მოკლედ ეს ბაჭია რო გარდაიცვალა. გუშინ მოგვინდოდა დასაფლავება, მაგრამ გაბრიელმა გუშინ ცუდად იყო, ვერ ჩამოვიდა გარეთ, თუ ჩემოთ არ დამარხოო და ერთი დღე ესე გადახოვული ყავდა, დღეს თავი ცოტა კარგად იგზნო და ჩამოვიდა, თვითონ დამარხა. ცოტა კაი კაცი ხარ ძმაო, კაი ბიჭი ხარ. კაი კაცი. მაგრამ მეწყინა ეგრევე მიწა რომ დავაყარე. კი, გეწყინა. ჩემლები წამომივიდა. ჰა? ჩემლები წამომივიდა, ოღონდ შენ ვერ დაინახე. მოვიწყინე სწრაფად. არა უშავს, რა ვქნათ აბა. ადამიანები ყდებიან ციყვი და გასვისებთ. ჩვენი ბრალი მართლა არ იყო. ჩვენ უბრალოდ გამოუცელობით მოგვივიდა თორე. სინამდვილეში მოდი არ ვიტყო ვინმეს ბრალიო კონკრეტულად, მაგრამ კიდე ერთხელ ვუთხრათ, მოუწოდოთ რომ ასეთ პატარებს ნუ გაყიდიან რა სიტყვა. მეგობრებო, ან ვინც ყიდის ცხოველებს. ესეთი პატარა ბაჭიები არ გაყიდეთ, გთხოვთ. არც ბაჭიები და არც სხვა ცხოველები. ხო, არავინ. ცოტა ხანი დედასთან კიდე იყვნენ 1 წელი და მერე გაყიდეთ. ხო. თორე ესე ცოდოები არიან, ხო? ხო. აი, წავედით. აიღე ისა და. ეგ ბუზი დააჯდა. ბუზირის ბუზია თუ ვერ იგრძნო. კაი, ეს ყუთი სანაგვეში ჩავაგდოთ. აიღე ეს წერაქვეს და წავედით. გამოგივით რომ გამოუვლით ხოლმე ამ გზაზე ხშირად დავდივართ, გვეცოდინება სად არის ჩვენი ბაჭია რა. მოიცა.
რა ფოთლები დავაყარეთ. ფოთლები გინდა რომ დააწყო ყვავილები აჰა, ესეც. იცი? აჰა. ო ლამადი სასაფლაო გამოგივიდა რა გინდა ამისთვის ოჩა ესთეტურად კარგად გამოიყურება კაი მე ჩამოგწერის თავი მომენატრა უკვე. წავოდი აბა ჰე მშვიდად განისვენე პატარო მშვიდად შენი პირველი ცოცხალი არსება დამარხე დაზუნებს მოვასაფლაოვდი და ეს ცოტა მოზრდილი არსება შენ დაასაფლავო კაი ბოლო ყოფილიყო შენ ცხოვრებაში საერთოდ რამე რომ ესე მოგიწია ეხა შენი სურვილი რო იყო და გუშინ არ ჩავამაყვანენდე თორე ამას მე თვითონ ვიზავდი რო თვითონ მქონდა სურვილი რომ ჩემოთ არ დამარხო და მეც არ ვაწყენინე არა კაი